რომ მოუყვეთ რა. პირიკაშვილს რო ვაკრიტიკებდით. ვეუბნებოდე რომ საფუძვლოდ აკრიტიკებთ ეგრე არ არის, ბოლოს გაირკვა რომ თვითონ გადააყენეს, გაირკვა რომ მართლები ყოფილიყო. ბახტაძეს ვაკრიტიკებდით, არასწორად აკრიტიკებთ თუ გაირკვა მართლები ყოფილიყო. გახარიას ვაკრიტიკებდით, ვიძახდით რომ ლიბერალი, პროდასავლელი და ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ წამსვლელი კაცია. გვიტევდე რომ ქვეყნის ხერხემალი, უსაფრთხოების ბურჯია, ბოლოს რა მოღალატედ გააგდეს, კაცად გააგდეს, გაირკვა რომ მართლები ყოფილიყო. ღარიბაშვილის და ლილუაშვილის კლანს ვაკრიტიკებდით, ვიძახდით რომ კორუფციაში ჩამხრჩვალი, თავგასული ჯგუფია, რომელიც ქვეყანას აზიანებს, მათ შორის პროდასავლური აქციებთან რანაირადაც უმკლავდებიან მაგ ნაწილშიც კი შეინიშნება, შეიძლება საბოტაჟის ნიშნებიო და გვიტევდნენ ასეთი ეროვნული ბურჯი, ეროვნულობის და სახელმწიფოების და მშვიდობის არ არსებობს და თქვენ ამათი კრიტიკით სახელმწიფოს არყევთ რა, სტაბილურობას არყევთო და ბოლოს გაირკვა რომ კორუფციაში ჩამხრჩვალი მოღალატეები ყოფილან და ჩვენ ყოფილვართ მართლები და რაღაცნაირად კითხვა ხო უნდა დადგეს, იქნებ ეხლაც მართლები ვართ ხელისუფლებას რო აკრიტიკებთ, ყველა სხვა ჯერზე მართლები გამოვდექით და ყველა სხვა ჯერზე ოცნების გამპრავლებლები ყოფილან უნამუსო, ცინიკური პარტიის ინტერესებზე, ქვეყნის ინტერესების გამყიდველი ხალხი, რომლებსაც შეუძლიათ ისმიერ რამე აპრავონ თუ პარტიას ეგრე დაჭირდეთ. იქნებ ეხლაც მართლები ვართ მოქმედ შემადგენლობას რო აკრიტიკებთ. დაფიქრდეთ აბა ხალხი.